უმცირესობის მარგინალიზაციაზე ლაპარაკი იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელმაც წელიწადნახევარში დაკარგა 9 მილიონი ამორჩეველი, არის ძალიან სასაცილო, რბილად რომ თქვა. ფაქტმეტრმა ზურაბ ჯაფარიძის ეს განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა. 2012 წლიდან დღემდე საქართველოში 3 არჩევნები ჩატარდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები, 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები. ზურაბ ჯაფარიძემ განცხადების გაკეთებისას ერთმანეთს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეადარა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართულ ოცნებას ამორჩეველთა 55%-მა, ანუ 1,191,862 ადამიანმა დაუჭირა მხარი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი კოალიციამ 719,431 ხმა მიიღო, რაც ამორჩეველთა დაახლოებით 51%-ს შეადგენს. როგორც ვხედავთ, 2014 წლის არჩევნებში 2012 წელთან შედარებით ქართულმა ოცნებამ 462,431 ხმით ნაკლები მიიღო. ამ კუთხით საინტერესოა ნაციონალური მოძრაობის სტატისტიკაც. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას 870,432 ადამიანმა, ანუ ამორჩეველთა 40%-მა დაუჭირა მხარი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი მათ 317,395 ხმა მიიღეს, რაც ამორჩეველთა 22%-ს შეადგენდა. როგორც ვხედავთ, 2014 წლის არჩევნებში 2012 წელთან შედარებით ნაციონალურმა მოძრაობამ 550,037 ხმით ნაკლები მიიღო. საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 730,299 ამორჩეველთ ნაკლები მივიდა. ეს რა თქმა უნდა აისახებოდა როგორც ქართული ოცნების, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიღებული ხმათა რაოდენობაზე. შესაბამისად, ამ ორი არჩევნების შედარება ერთმანეთთან ზუსტი დასვენის გამოსატანად მართებული ვერ იქნება. შედარებით რეალური სურათის მისაღებად ჩვენ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგები შევადარეთ. ვინაიდან ამ ორ არჩევნებზე ამორჩეველთა რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ქართულმა ოცნებამ ხმათა 62% მიიღო, ხოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში 50%, ანუ ქართული ოცნების ამორჩეველთა რაოდენობა 12%-ით შემცირდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 21% მიიღო, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებში 22%, ანუ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. მეტი სიცხადისათვის ჩვენ პოლიტიკური პარტიების რეიტინგიც გავაანალიზეთ. აღნიშნულ საკითხზე უახლოესი კვლევა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ ჩაატარა, რომლის თანახმადაც 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობამ 61%-დან 42%-მდე იკლო. ფაქტმეტრმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ჩატარებული 3 არჩევნების შედეგები გააანალიზა. ეს შედეგები ისევე როგორც სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ 2 წლის განმავლობაში კოალიცია ქართული ოცნების რეიტინგმა კლება ნამდვილად განიცადა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადების საერთო კონტექსტი სწორია, თუმცა იმასაც ვითვალისწინებთ, რომ კონკრეტული პარტიის მიერ დაკარგული ამორჩევლის ზუსტი რაოდენობის გამოთვლა ორი ერთმანეთისაგან შინაარსობრივად და მნიშვნელობით განსხვავებული არჩევნებით არ ამართებული იქნება. აქედან გამომდინარე, ფაქტმეტრი ამჯერად თავს იკავებს კონკრეტული ვერდიქტის გამოტანისაგან და მხოლოდ აღნიშნული საკითხის ანალიზითა და ტენდენციების გამოკვლევით შემოიფარგლება.